მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეს არხი არის დაცის მანქანების კოლექცია. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ თუ დღეს რამდენი საბაგირო გზა არის თბილისში. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და რავი. კარგით, ახლა დავიწყოთ, გადავიდეთ თემაზე. დავიწყოთ მთაწმინდის საბაგირო გზით. მთაწმინდის საბაგირო გზა პირველად გაიხსნა 1959 წლის 58 წელს პროექტი და მისი მშენებლობა და 59 წელს 1 მაისს გაიხსნა. პროექტის ავტორი იყო ვახტანგ ლეჟავა. მის მეშვეობით რუსთაველი მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. ფოტოც ხედავთ. და ეს საბაგირო ფუნქციონირებდა 31 წლის განმავლობაში. 1988 წელს იტალიური კომპანიის გონდოლებმა ჩაანაცვლა ძველი გონდოლები. მაგრამ ყველაფერი 18 წლის ბაგირი ყველაფერი ჩვეულებრივი დატოვეს სამწუხაროდ. რაღაც მართვის სისტემა რაღაცა ესე, მაგრამ ბაგირები ჩაანაცვლეს. 1990 წლის 1 ივნისს მოხდა ტრაგედია. ერთი საბაგირო კედელს სადგურის კედელს შეეჯახა და მეორე ჩამოვარდა. რის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მოზარდებით, ბავშვებით, ბავშვთა დაცვის დღეს, იმ უბედურ შემთხვევების დროს და იმის მერე 34 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა მთაწმინდის საბაგირო გზა. და 2024 წლის 18 ოქტომბერს დაუბრუნდა ისე ვისო ფუნქციონირებას და ახალი კომპანია დოპელმაიერმა გააკეთა საბაგირო გზა მთაწმინდაზე. შეაკეთა. კარგით, ახლა გადავიღიდეთ რიყენ არიყალას საბაგირო გზაზე, მაგრამ ცოტა ხანი გადავალთ მალე, მაგრამ ეს საბაგიროს ავტორი ვახტანგ ლეჟავა ვახსენე. დღეს ის ფუნქციონირებს. შეგიძლიათ რომ ახვიდეთ და ისიამოვნოთ მთაწმინდაზე. კარგით, ახლა გადავიდეთ რიყენ არიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე. რიყენ არიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა 2012 წელს. სულ თუ არ ვცდები, ის 1-2 წუთი უნდა მეტი კი არა საბაგიროთი ასვლას. და ესე იგი ეს საბაგირო ტურისტებითაც ხალხურავალია. და რავი როგორ გითხრათ, მაგრამ რიყეზე მდებარეობს ეს საბაგირო და დიდი პოპულარობით სარგებლობს, აი როგორც მთაწმინდა. ეხლა კუსტბის საბაგიროთი დავიწყოთ. შემდეგი ჭავჭავაძე კუსტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა 1967 წელს. და აი ესე იყო რომ მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე მუშაობდა საბაგირო გზა. და 2009 წელს შემოდგომაზე ბოლოს იმუშავა და 7 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და 7 წლის მერე აღდგა კუსტბის საბაგირო. მე აი ხო სამი საბაგირო რო ვახსენე, სამივე განვარ ნამყოფი. და ყველაზე მეტად აი საბაგირო გზები მოგიყევით ახლა ისტორია და აი ეს საბაგირო ესე იგი ვაკიდან კუსტბამდე მიდიოდა, ესე იგი კუსტბის საბაგირო ავსენი. და რავი როგორ გითხრათ რა. მაგრამ დღესაც ის ფუნქციონირებს.
კარგით, ახლა გადავიდეთ ბაგები უნივერსიტეტის საბაგიროზე. ესე იგი, ეს საბაგირო მე მგონი დღეს არ ფუნქციონირებს, არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. თუ არ ვცდები, მაშინ ეს საბაგირო იყო გაჩერებული, მე მინახია ბევრჯერ. ბაგებიდან უნივერსიტეტში გადადიოდი ხოლმე ამ საბაგიროთი. არა, უნივერსიტეტიდან ბაგებში გადადიოდი. და ფაქტიურად ეს საბაგიროც, რავი, ადრე სხვა საბაგიროები იყო, თაწმიდაც იყო, ყველა ვახსენე, სხვანაირი იყო, კუსტბაც იყო, კიდე კუსტბის დამაკავშირებელი საბაგიროც იყო ადრე, ეგ ორი, კიდე იყო დიდუბის საბაგირო გზა და კიდე იყო ლისის ტბა, ნუცუბიძის საბაგირო გზა დამაკავშირებელი. ხო, მაგდენი იყო თბილისში მაგ დროს. მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე სულ არის 4 საბაგირო გზა და კიდე ერთი შეემატება იმას რო აშენებენ. მოიწოდეთ გავიხსენო, აი მის გზაზე რა, ოქროყანის. იქ რო აშენებენ ისი დოპელმაიერის დაფინანსება, რო აშენებენ საბაგიროს და სასტუმროს. და რავი, როგორ გითხრათ რა, ეგრეა რა. ამ ეტაპზე, აი ამ დღეს სულ 4 საბაგიროა. მე აი 3 საბაგიროზე ავხსენებ, თაწმიდაზე, რიყეზე და კუსტბაზე ვარ ნამყოფი, სამივეგან. და მე საერთოდ მანქანების გარდა საბაგიროებიც მომწონს. რაც შეეხება და თან რაც შეეხება ამ 4 საბაგიროს, რომ 4 საბაგირო ორი ყველა თბილისში მდებარეობს, აი უკვე ახსენი. და ასე შემდეგ რა, ეს 4. ბათუმშიც არის, ჭიათურაშიც არის ბევრი, ქუთაისშიც არის, ბაკურიანშიც არის, გუდაუთში მეგებს აღარ ვიტყვი, მესტიაშიც არის. საერთოდ საწყლომურ ყურორტებზე არის ხოლმე. აი როგორ გითხრათ რა, ხო, ბორჯომშიც არის. კიდევ არის აბასთუმანშიც. ხო, და რავი. ხო. კიდე რაღაც ერთი აჭარის ერთ სოფელშია, კიდე გოდერძში არის, სათხილამურო ყურორტია, ეს გოდერძი. რავი, რა ყველგან არის და ბაკურიაში ძალიან კარგად იცით რომ არის ეს საბაგიროები. დიდველი, კოხტა, მიტარბი, კრისტალი, აი ეგენი არის. გუდაუთშიც არის. კობი გუდაუთშიც არის კიდე. და რავი რა, როგორ გითხრათ რა. და თან საერთოდ საბაგირო ევროპაშიც არის ბევრი, მაგალითად ავსტრიაში, გერმანიაში, ჩეხეთში ბევრგან, სადაც ავსტრიაში და ალპებს დედაიმეზე უკვე სათხილამურო ყურორტებია იქ. და საბაგიროები როგორ გითხრათ არის არსებობს. და ძალიან კარგი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ საჰაერო ტრანსპორტი და რა თქმა უნდა სახმელეთო ტრანსპორტი და საზღვაო ტრანსპორტიც არის საშიში, იმიტომ რომ შეიძლება რამე კატასტროფა მოგვივიდეს, დაიმახსოვრეთ ეს. რა ჯვარი გწერია და ღმერთმა დაგვიფაროს მაგ რაღაცეებისგან. აღარ გვინდა მაგაზე საუბარი და ესე იგი სადაც არის საბაგირო იქ არის რა. კიდევ აი ესეთია რა. თბილისში სულ 4 საბაგიროა და ადრე იყო ესე იგი თაწმინდაზე პირველი, კუსტბაზე მეორე, მესამე იმაზე ლისის ტბაზე და მეოთხე იყო დიდუბე. თუ არ ვთქვი, დიდუბე კი არა. ხო, დიდუბე. იქ საბურთალო დიდუბე რაღაც ეგეთი იყო, ეგრე იყო თუ. ხო. ეგ საბაგირო იყო და მეტი არა. მაშინაც 4 საბაგირო იყო და ეხლაც. და ასე შემდეგ რა. არ დაგავიწყდით არხის გამოწერა და გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მე დაგამშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდით.